ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად მესმის ფრაზა ცოლის მორჩილებაზე. ის ფრაზა არის ძალიან პოპულარული, რომ ცოლი უნდა იყოს მორჩილი. ქმარი როგორი უნდა იყოს, მაგაზე არავინ არ საუბრობს, მაგრამ თუნდაც ცოლი იყოს მორჩილი, ხო, ვკითხულობთ ბიბლიაში. მაინც რა არის ეს ცოლის მორჩილება ქმრისადმი? თქვენ შეგიძლიათ არ დაემორჩილოთ თქვენს ქმარს, თუ კი თქვენ ქმარს ისე არ ეყვარებით, როგორც ქრისტემ შეიყვარა თავისი ეკლესია და თავისი თავი დასდო ამისთვის, ჯვარზე ავიდა, საფლავში ჩავიდა და მოკვდა. ასე თუ არ ეყვარები ქმარს, შეგიძლია არ დაემორჩილო. თუ მასე ეყვარები, მაშინ აი რა ვიცი, აბა შენც რა ვიცი, მოგინდება. აქეთ რა ვიცი, მას არ ამოიღებს ყველაფერს გაუკეთებ. პავლე მოციქულის ეს ეპისტოლეთა ეპისტოლე ეს იკითხება. ქმარს ეუბნება გიყვარდეს შენი ცოლი, როგორც ქრისტემ შეიყვარა თავისი ეკლესია და დასდო თავის სული მისთვის. ანუ თუ ასე არ უყვარხარ ქმარს, მაშინ რა მორჩილებაზეა ლაპარაკი?